გივი მიქანაძე დღის ქრონიკის სტუმარია. მოგესალმებით ბატონ გივი, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემებზე უნდა ვისაუბროთ, საზოგადოების რეაქციამ, იმ ნაწილის რეაქციამ, რაც საჯარო სივრცეში ვიხილეთ, დაადასტურა, რომ ეს არის თემა, რომელიც აღელვებს ყველას, განურჩევლად პოლიტიკური ინტერესებისა. განსაკუთრებული შეშფოთება და ბევრი კითხვა მოხდა პირველ რიგში 12 წლიანი ზოგადი განათლების სისტემის 11 წლიანზე გადასვლის შესაძლებლობას, ბოლონიის პროცესისგან ჩახსნა და ევროპულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ესეთი იყო ძირითადი შეფასებები, რომ განგვიმარტოთ, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ინიციატივა, ბოლონიის პროცესს და ნიშნავს თუ არა ეს ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან, ანუ EHEA რაც არის ამ სივრციდან გამოსვლას. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დიდ მადლობას მოგახსენებთ მყისიერად, ფაქტიურად მას შემდეგ, რაც პრემიერმა გუშინ საღამოს უკვე საჯაროდ წარადგინა ეს მნიშვნელოვანი რეფორმის კონცეფცია, რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება საზოგადოებას, რომ უფრო მეტად განუმარტოთ და კიდევ უფრო დეტალებში შევიდეთ, იმიტომ რომ სახეზე არის, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფები, პირთაწრეები, კონკრეტული ადამიანები ოპონირებენ ისე, რომ ისინი манипуლირებენ გარკვეული ინფორმაციით და არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ამ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინონ, თუმცა თუ კი გუშინ ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე თვალყურს ადევნებდა იმ პრეზენტაციას, რომელიც დეტალურად განიხილა და წარადგინა საზოგადოების წინაშე პრემიერ-მინისტრმა, ცხადზე ცხადი იყო, რომ მთელი საზოგადოებისთვის გასაგებია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული რეფორმა, რომელიც მართლაც ფუნდამენტურია, იმიტომ რომ არსებითად ეხება უმაღლესი განათლების მთლიან ფუნდამენტურ ცვლილებას, თუმცა ჩვენ ისიც ვთქვით, რომ ეს რეფორმა ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ ის პირდაპირ კომუნიკაციაში და კავშირში არ იქნა პროფესიული მიმართულების რეფორმასთან და ამავდროულად სასკოლო რეფორმასთან. თქვენი კითხვა ეხებოდა სასკოლო, ანუ სწავლის პერიოდის შემცირებას, ხანგრძლივობის შემცირებას სასკოლო ეტაპზე, ისევე როგორც ეს კონცეფცია, ასევე ეს გაცხადებული მოსაზრება, რომელსაც ჩვენი მხრიდან აქვს შესაბამისი არგუმენტაცია და არაერთი მყარი არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, ჯერ დამტკიცებული არ არის, ეს განხილვის პროცესში არის უახლოეს პერიოდში და შესაბამის ინტერესთა ჯგუფებთან, კონკრეტულ სფეროს წარმომადგენლებთან ჩვენ ამ დღეების და მომდევნო კვირების განმავლობაში გვექნება აქტიური კომუნიკაცია, იმიტომ რომ მოვისმინოთ მათი უკავშირი, დავინახოთ თუ არსებობს რაიმე სხვა არგუმენტაცია და არა ის, რომელიც манипуლაციური ხასიათისაა და აბსოლუტურად შორს არის იმ რეალობასთან. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? რომ ეს რეფორმა მორგებული იყოს სახელმწიფო ინტერესებზე, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე და შესაბამისად ვიცით, რომ ეს არის ძალიან გრძნობიარე სფერო, იმიტომ რომ ოჯახი არ არის, რომ არ ეხებოდეს, იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდა ყველა ოჯახში არის და შესაბამისად ეს რეფორმა თითოეულ ოჯახს და მთელ ქვეყანას ეხება. 11 წელთან დაკავშირებით სრული манипуლაცია, ეს არის წმინდა წყლის манипуლაცია, შემიძლია გითხრათ, რომ არ ეწინააღმდეგება იმ პროცესს, რომელსაც ბოლონიის პროცესს. ბოლონიის პროცესში არსად არ წერია, რომ სწავლა აუცილებლად 12 წლიანი უნდა იყოს. მაგრამ ამ პროცესთან ერთების შემდეგ ხომ გადავიდა ქართული? კი, გადავიდა, თუმცა თემა საკითხის არსი მდგომარეობს იმაში, რომ 11 წლიანი სასწავლო პროცესი, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი ხედვით სრულფასოვნად მოიცავს იმ განათლების ეტაპს, რასაც სასკოლო განათლება ქვია და აღჭურვავს ჩვენს ახალგაზრდებს იმ ცოდნით, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა ჰქონდეს მას, შესაბამისად არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ბოლონიის პროცესთან. ერთადერთი კომპონენტი რაც არის, რომ ევროპული უნივერსიტეტები ითხოვენ, რომ 12 წლის სწავლების დამადასტურებელი ატესტატი წარადგინონ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა რაოდენობაზე არის საუბარი, ჩვენ ფაქტიურად გამოგვდის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე, უფრო მოთხოვნადი ამ ეტაპზე რეალურად იკვეთება, რომ არის სამაგისტრო საფეხური, რომელიც ბაკალავრიატის შემდეგ არის და შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათმა შვილებმა ან თუნდაც ის ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა გააგრძელონ მათ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე, მათ ერთად
ერთადერთი რაც დასჭირდებათ, რომ 11 კლასის დასრულების შემდეგ მათ უნდა 1 წლით ისწავლონ უცხოეთში, რომელიმე სკოლაში ან კოლეჯში, რომელიც არის 1 წლიანი სასწავლო პროგრამა და იქიდან ეს 11 წელი არის ფუნდამენტი იმისა, რომ ისინი ჩაირიცხონ იმ 1 წლიან სასწავლო პროგრამაში და შემდგომში მოხდეს მათი ეს ხომ აჩენს მათთვის დამატებით საფეხურს, დამატებით გამოწვევებს, იქნება ეს ბიუროკრატიული კუთხით თუ ფინანსური კუთხით. რაც თავარია, ზუსტად ეს იყო მთავარი შენიშვნა, რომ გარკვეულწილად შეზღუდვებს და ბარიერებს უჩენს, უფრო სწორი იქნებოდა, რომ ბარიერებს უჩენს ამ ახალგაზრდებს. მნიშვნელოვანი არის გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდები, რომლებიც უცხოეთში მიდიან სასწავლებლად, როგორც წესი ეს ხელს უწყობს მიგრაციულ პროცესებს. ჩვენი მიზანი არის, რომ ახალგაზრდებს პირველ რიგში ქონდეთ უმაღლესი სტანდარტის სასწავლო პროცესი ქვეყნის შიგნით, რომ მათ არ ქონდეთ დიდი სურვილი უცხოეთში სწავლის გაგრძელებისა და მით უმეტეს თუ კი გააგრძელებენ, აი ამ მიგრაციულ პროცესებს არ შეეწყოს ხელი. ამიტომ ამ ბარიერის გაჩენაც ერთგვარად აი ამ მიგრაციული პროცესების შეზღუდვის კომპონენტს წარმოადგენს. და შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ უზრუნველყოფილი უმაღლესი სტანდარტის და უმაღლესი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობით საქართველოში. ზუსტად ამისთვის არის ეს რეფორმა, საუნივერსიტეტო რეფორმა, რომელიც რამდენიმე წლიან ჭრილში ჩვენ მოგცემს არსებითად მნიშვნელოვან შედეგს, სადაც ხარისხი იქნება, მთლიანად ხარისხზე ორიენტირებული იქნება. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხარისხი არ არის სამწუხაროდ, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით, სწორედ ამიტომ არის ასე ვთქვათ, გარკვეული მიზანი, რომ უცხოეთში ისწავლონ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს რაოდენობა ძალიან უმნიშვნელოა იმ რაოდენობასთან შედარებით, რომლებიც რამდენი პროცენტია? მე ზუსტად ვერ გეტყვით პროცენტს, მაგრამ აქ არის საუბარი რამდენიმე ასეულ ახალგაზრდაზე. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც წლევანდელი სტატისტიკური მონაცემი რომ ავიღოთ, 37000 აბიტურიენტი აბარებდა ეროვნულ გამოცდებს იმისთვის, რომ მოეპოვებინა მათთვის დამსახურებული ადგილი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აქ არის საუბარი როგორც კერძო, ასევე საჯარო უნივერსიტეტებზე. ამიტომ ამ შემთხვევაში თუ კი რაღაც ბარიერის შექმნაზეა საუბარი, აქ არის საუბარი ძალიან მცირე ნაწილზე იმ ახალგაზრდების, ვინც სკოლას ამთავრებენ და მეორე მომენტი არის ჩვენ უახლოეს პერიოდში სასკოლო რეფორმა უნდა დავაანონსოთ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი სხვადასხვა მოცემულობები, რომელიც არსებითად სრულიად ახალ მიმართულებებზე გადაიყვანს სასკოლო სწავლებას და შემიძლია ახლა ვეკითხრათ წინსწრებით, რომ ეს ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების სკოლაში დაბრუნების კომპონენტია, რომელიც სასწავლო პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია და ახალსაგნებს გულისხმობს. არა, ახალსაგნებზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმ საგნების ინფორმით, ასე ვთქვათ, და იმ მეთოდოლოგიით და იმ სახელმძღვანელოებით სწავლებაზე, რომელიც სწორედ ეროვნულ ღირებულებებზე და ეროვნულ ფასეულობებზე გააკეთებს აქცენტირებას. სწორედ ამის ფუნდამენტი გახდა შარშან პარლამენტის მიერ მიღებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი თანამშრომლობით შემუშავდა და შემდგომში პარლამენტმა დაამტკიცა. ბატონგები, აი 12 წლიან სისტემაზე კიდევ ერთი თქვენ ამბობთ, რომ საზღვარგარეთ შეეძლებათ მათ იმ დამატებითი 1 წლის და პრემიერმა თქვა, რომ შეიძლება გარკვეული გამოსავლის მოძებნა, რომ 12 წლის დახურვა საქართველოსშივე შეიქმნა სპეციალიზებულ სკოლებში. ამ 12 კლასის გავლის შესაძლებლობა. მე უბრალოდ იმას გიზიარებ, მაგრამ ის დამატებით სირთულეებს გლებავთ პერსონალის ან ინფრასტრუქტურის ასე კუთხით არ წარმოშობს? უყურეთ ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ჩვენ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული რეფორმა განვახორციელოთ. იქ საჭიროებები ანუ ამ თემის დისკუსიის მაგიდაზე რჩება ეს არის. უყურეთ, ჩვენ გვაქვს ამ წუთას ხედვა, რომელიც ჯერ გადაწყვეტილებაში არ გადაზრდილა, იმიტომ რომ ეს არის სადისკუსიო კომპონენტი, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მივცეთ ახალგაზრდებს სრულფასოვანი სასკოლო განათლება და მოვამზადოთ ისინი უკვე საუნივერსიტეტო თუ სხვა პროფესიული და ასე შემდეგ განათლების მისაღებად. ამიტომ ამ მოცემულობაში ჩვენ ვართ მზად დისკუსიისთვის, თუ იქნება შესაბამისი არგუმენტები წარმოდგენილი, ჩვენ მზად ვართ რომ განვიხილოთ და ამიტომაც არ განვიხილავთ იმას, რომ მხოლოდ ასე იქნება. უშვებთ შესაძლებლობას, რომ შეიძლება რაღაცა ფორმატი იყოს შენარჩუნებული, სადაც კონკრეტულ მსურველებს მე-12 კლასის შესაძლებლობაც იქნება. საქართველოსშივე ამ წლის გავლა ალბათ უფრო გაუადვილებდა ნებისმიერ მსურველს. ჩვენ მზად ვართ რომ ეს განვიხილოთ და თუ იქნება მოწოდებული შესაბამისი არგუმენტები. გადავიდეთ შემდეგ
საფეხურზე საბაკალავრო სისტემაზე. ევროპული უმაღლესი სასწავლო სივრციდან გამოსვლის ტოლფას გადაწყვეტილება შეფასდა კონკრეტული კრიტიკოსების მხრიდან ნახავდით ალბათ თქვენს. აი ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების ხანგრძლივობის შემცირება. გასაგებია რომ არის სპეციალობები, რომელსაც ეს მიდგომა ვერ დაარჩეეხება, ამაზე ისაუბრებთ ცლად პრემიერ-მინისტრად, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა ასე, საერთო ჯამში რამდენად კვალიფიციურ კადრს მიიღებთ 11+3 სისტემით სახელმწიფო? ეს არ არის ის მოცემულობა, რომელიც საქართველოში შემოვა პირველად. ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე წლებია და ნელ-ნელა ეს უფრო მზარდი ხდება, რომ ხდება გადასვლა 3-წლიან საბაკალავრო სისტემაზე და 1-წლიან სამაგისტრო სისტემაზე. ამის მთავარი მიზანი რა არის? რომ კონკრეტული პროფესიების მიმართულებით, პროფილურად ჩვენ აღჭურვოთ ძირითადი ფუნდამენტური ცოდნით. და შესაბამისად მივცეთ საშუალება, რომ ბაზარზე უკვე თავი რაც შეიძლება მალე დაიმკვიდროს ადამიანმა და შეუდგეს თავის კარიერულ წინსვლას. ამიტომ 3+1 სისტემა ეს არის მოდელი, რომელიც საქართველოშიც კი უკვე რამდენიმე წელიწადია, რამდენიმე მიმართულებაზე არის უკვე დანერგილი და ევროპის არაერთი ქვეყანა არის, სადაც ეს სისტემა უკვე მოქმედი არის წლების განმავლობაში, აბსოლუტურად არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ეს ბოლონიის პროცესთან, აქვე მინდა დავაფიქსირო და არის მოქნილი და რაც მთავარია ორიენტირებული არის ისეთ მოცემულობებზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძირითად ფუნდამენტურ და აუცილებელ ცოდნის აღჭურვის შესაძლებლობას იძლევა. ანუ არის მოცემულობა ჩვენ რომ გადავავლოთ თვალი სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, სადაც ნახულობთ, რომ არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაშინ, როდესაც თუკი ჩვენ დავტოვებთ მხოლოდ იმ ძირითად მოცემულობებს, რომელიც აუცილებელია კონკრეტული პროფესიის და კვალიფიკაციის მისაღებად საუნივერსიტეტო დონეზე, აი ამ განათლებით და მის დასადასტურებლად უნივერსიტეტის დიპლომით, შესაბამისად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, რომ ეს 3-წლიან საბაკალავრო პროცესში სასწავლო პროგრამები ძალიან დიდ გადასინჯვას მოითხოვს. ეს მთელი პროცესი არის. ეს არა მარტო სასწავლო პროგრამების გადასინჯვა. მას შემდეგ, რაც კონცეფცია შესაბამისი განხილვების შემდეგ უკვე მთავრობის მიერ იქნება დამტკიცებული, ჩვენ მყისიერად, ამ შემთხვევაში განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იწყებს მუშაობას როგორც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, იმიტომ რომ ამ პროცესს დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე რა თქმა უნდა უნივერსიტეტებთან იქნება მუდმივი კომუნიკაცია, ეს კომუნიკაცია ისედაც არის რექტორთა საბჭოს ფორმატში და სხვადასხვა ფორმატებში, რომ შესაბამისი კურიკულუმების გადახედვა მოხდეს. აქვე ერთი რაღაც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესები არ შეეხება იმ სტუდენტებს, ვისაც დღეის მდგომარეობით სტუდენტის სტატუსი აქვს. ანუ მათზე ეს არ გავრცელდება, ანუ ეს პროცესები დაინერგება და გარდამავალ პერიოდში იქნება უკვე შემდეგი წლის მიღებიდან დაწყებული. შემდეგი წლის მიღებიდან გეგმავთ 3+1 სისტემის შემოღებას კონკრეტულ ფაკულტეტებზე. კი ბატონო. გეოგრაფიული ბევრი კითხვა გააჩინა ასევე სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაციის ამოცანამ და ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის იდეამ. შეგიძლიათ თუ არა მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების მაგალითზე აგვიხსნათ, აი როგორ შეიძლება განაწილდეს საუნივერსიტეტო მიმართულებები თბილისსა და აი რეგიონულ უნივერსიტეტებში, რომლებზეც ითქვა, რომ აი რეგიონულ უნივერსიტეტებში უნდა გაკეთდეს პროფილურ მიმართულებებზე მთავარი აქცენტი. აი ავიღოთ რამდენიმე ფაკულტეტი. შევეცდები რომ მთელი სქემა წარმოგიდგინოთ იმ ხედვის, რომელიც კონცეფციის ფორმატში შემუშავდა და წარედგინა საზოგადოებას, ანუ პირველ რიგში დღეს გვაქვს დისბალანსი სტუდენტების კონცენტრაციის კონტექსტში, იმიტომ რომ 85% სტუდენტების არის კონცენტრირებული თბილისში და 15% არის ქუთაისსა და სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებში. ანუ ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ მიგრაციული პროცესები და ქალაქის, ასე ვთქვათ, მოსახლეობის ზრდა ასევე განპირობებული არის რეგიონებიდან სწორედ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მიგრაციით. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ მეორე დამატებითი სასწავლო კერა და ამ კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი პლაცდარმი იმისა, რომ ქუთაისი გახდება მეორე საუნივერსიტეტო კერა, სადაც ყველა ფაკულტეტი, რაც კი არსებობს, ყველა მიმართულება იქნება დანერგილი. სამედიცინო, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები და ასე შემდეგ, ყველა. ისევე როგორც ეს არის თბილისში. ეს მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ გადავანაწილოთ რესურსები და ამასთანავე
რეგიონულ უნივერსიტეტებს მივცეთ კონკრეტული დატვირთვა. ამის თაობაზეც გუშინ პრემიერმა ისაუბრა, რომ ჩვენ გვინდა რომ კონკრეტული პროფილური მიმართულებები მივცეთ რეგიონულ უნივერსიტეტებს და ძირითადში ეს აისახება იმ მზარდი მოთხოვნილებით, როგორიც არის აგრარული სექტორის მიმართულება და როგორიც არის პედაგოგიური მიმართულება. ამიტომ ის უნივერსიტეტები, რომელიც რეგიონულ ჭრილში მოიაზრება, ძირითადად დაკავებული იქნებიან კონკრეტულად იმ მიმართულებებით, რაც ახლა გითხარით. რაც შეეხება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ეს ეხება ძირითადად თბილისსა და ქუთაისს, ანუ ამ ორ ლოკაციაზე არის საუბარი და დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩვენ გვაქვს არაერთი დუბლირება. აი მაგალითად, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ტრადიციულად ახორციელებს სამედიცინო მიმართულებით კადრების აღზრდას და მომზადებას და ამავდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ასევე ფაკულტეტი, რომელზეც სამედიცინო სწავლება მიმდინარეობს. შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფილი ეს არ არის. ისევე როგორც, ამიტომ იქ ეს ფაკულტეტი ფიზიკურად ვეღარ უნდა იყოს, აი ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ეხება მოქმედ სტუდენტებს. ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებენ სწავლას, სანამ არ დაასრულებენ ამ პროცესს. თუმცა მათ შეეძლებათ, რომ მობილობაც გამოიყენონ და გადავიდნენ მაგალითად იგივე სამედიცინო უნივერსიტეტში, პირობითად რომ ვთქვა. ანალოგიური არის მაგალითად იურიდიული ფაკულტეტი. იურიდიული ფაკულტეტი ჩვენ გვაქვს არაერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისში, მაგრამ ტრადიციულად იურიდიული ფაკულტეტი იყო ყოველთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომ სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან იურიდიული ფაკულტეტი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება. და რაც მთავარია, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაზეც მინდა აღნიშვნა გავაკეთო, რომ ეს რაოდენობა ადგილების პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებული იქნება ბაზრის კვლევაზე. და ეს ბაზრის კვლევა იწარმოებს როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე მისაღები კონტინგენტი ფაკულტეტებზე განისაზღვრება ბაზრის მოთხოვნების. ანუ ბაზარი ჩვენ ვერ მოგვერგება, ჩვენ უნდა მოვერგოთ ბაზარს. ანუ ჩვენ უნდა პულსზე გვეჭიროს ხელი ბაზრის მოთხოვნილება რა არის, რა საჭიროებების წინაშე დგას, რა პროფესიებს ითხოვს, როგორც მოკლევადიან ჭრილში, ასევე რამდენიმე წლიან ჭრილში, იმიტომ რომ ამისთვის წინსწრებით მომზადებული ვიყოთ და ზუსტად ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი სამინისტროს ჩართულობა, არამედ ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობა და ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი ბიზნეს სექტორთან. იმიტომ რომ ბიზნესის მონაწილეობა პირდაპირ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ მივიღოთ დაკვეთა რა მიმართულებებზე სჭირდებათ მათ მხარდაჭერა. კი ბატონო, ძალიან ბევრი ნიუანსია, საინტერესო და მინდა რომ ყველაფერზე საუბარი მოვასწრობთ შეძლების და გვარად. აი საგანმანათლებლო შეთავაზების გარდა, აი მაგალითად რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, თუნდაც რეგიონებში, რომ სტუდენტს აი არჩევანის დროს დაინტერესდეს თუნდაც აი იმ რეგიონულ უნივერსიტეტში სწავლით, იმიტომ რომ მარტო სასწავლო გარემო და პროგრამა ხომ არ არის, რაც შეიძლება იზიდავდეს სტუდენტს, იქ უნდა იყოს მისი სოციალიზაციისთვის საჭირო გარემო, აი რაც მაგალითად რეგიონებში შეიძლება ნაკლებად არის და უფრო მეტად არის თბილისში, ამიტომ ესეც ხო შეიძლება, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც განაპირობებს მეტ კონცენტრაციას დედაქალაქში. თქვენი კითხვის არსი და ზუსტად ამიტომ ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ რეფორმის ფარგლებში თქვენ ნახავდით, რომ ერთ-ერთი გამოწვევა, მეშვიდე გამოწვევა, როგორც მახსოვს, არის სწორედ ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს არა მარტო სასწავლო აუდიტორიების და გარემოს შესაბამის თანხმედრაში თანამედროვე სტილში მოწყობას და მის აღჭურვას შესაბამისი ლაბორატორიებით თუ სხვადასხვა დანადგარებით, რომელიც პრაქტიკული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია და იმ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვისთვის არსებითად განმაპირობებელი არის და ამყარებს ამ ცოდნას, არამედ აქ არის საუბარი მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე სტუდენტებისთვის, რაც მათ მისცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ეს უნივერსიტეტები, რომ მათ არ მოუწიოთ ბინის დაქირავება უფრო მაღალ ფასად, მაშინ როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქში შეუძლიათ რომ იცხოვრონ, რეკრეაციული სივრცეები, ბიბლიოთეკები, სხვადასხვა ელექტრონულ ბაზებთან წვდომა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სახელმწიფო იღებს თავის ვალდებულებას, რომ ეს ამ რეფორმის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, როდესაც ჩვენ ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ პროფესიებზე გვექნება ორიენტირი და რაოდენობრივადაც და შესაბამისი სტანდარტის და ხარისხის აწევითად, რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ კურსდამთავრებულები აუცილებლად დასაქმდებიან და მიიღებენ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას. კიდევ ერთი კრიტიკულ შენიშვნას მინდა რომ უპასუხოთ, აი ფაკულტეტების ოპტიმიზაცია უნივერსიტეტებში. ეს ნაბიჯი გამოითქვა მოსაზრებები, რომ ეს ნაბიჯი უნივერსიტეტებს გამოაცლეს გარკვეულწილად დაფინანსების მნიშვნელოვან
წყაროს, იმიტომ რომ სტუდენტების გადასახადი არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი აი ამ დაფინანსებაში. ასეთივე დაფინანსების წყაროს შეზღუდვა შეიძლება განიხილებოდეს მაგალითად უცხოელი სტუდენტების კონტინგენტის გამოცვლა, რაც საბოლოო ჯამში თქვენი ამ რეფორმის კრიტიკოსთა ნაწილის აზრით უნივერსიტეტების ავტონომიურობას შეზღუდავს. აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი ფორმულირებით წარმოჩენილი ალბათ მიზანმიმართული კიდევ ერთი მცდელობა რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ ცალსახად გეტყვით რომ დღევანდელი დაფინანსების მოდელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იმიტომ რომ ეს მოდელი აბსოლუტურად არ ამართლებს და ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ხედვა იმისა რომ სწორედ მოცემულობიდან გამომდინარე დაკვეთა რაზეც იქნება იმ მიმართულებით განხორციელდეს ფინანსური უზრუნველყოფა თუმცა ამავდროულად სახელმწიფო იღებს თავის თავზე როგორც გითხარით სრულ პაკეტს რაც ნიშნავს იმას რომ ინფრასტრუქტურა მთლიანად განვითარებული იქნება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქნება უზრუნველყოფილი და ამას დაემატება ის გარემოება, რაც პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებულ კომპონენტს ეხება. დღეს ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული დაფინანსებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი პროფესორის ადგილზე კონკრეტულ უნივერსიტეტში დამაგრება. აი ამ განახლებული დაფინანსებით, როდესაც მინიმუმ პრემიერმა განაცხადა ამის შესახებ, მინიმუმ 10,000 ლარიან ხელფასზე არის სრულ პროფესორზე საუბარი და ამავდროულად უნდა იყოს წახალისების დამატებითი მექანიზმები, რომ რამდენ სტატიასაც გამოაქვეყნებს, რომელ პუბლიკაციებში. ანუ ხელფასის იქნება მხოლოდ ერთადერთი მოტივატორი დამატებითი მოტივატორები იქნება სახელმძღვანელოს დაწერისთვის იქნება დამატებითი ავანსი იქნება სხვადასხვა პუბლიკაციები და გააჩნია რომელ გამომცემლობებში გამოქვეყნდება ანუ რაც უფრო ავტორიტეტულში რა თქმა უნდა ეს იქნება ერთგვარი სქემა რომელიც იქნება წამახალისებელი და რაც თავარია შტატში იქნება ეს ადამიანი სრული პროფესორი ასისტენტ პროფესორი და ასევე ასოცირებული პროფესორი ეს ყველა ადამიანი იქნება მიმაგრებული ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტზე არ იქნება საჭიროება რომ ერთი და იგივე ადამიანი 2-3 უნივერსიტეტში ასწავლიდეს რაც რა თქმა უნდა დაბალ ხარისხზე უზრუნველყოფს შედარებით და ისინი იქნებიან ძირითადად თავის საქმეზე ორიენტირებული ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა მოკლედ მოვასწროთ აი ვადებზე საუბარი თქვენ საბაკალავრო სისტემაზე ახსენეთ რომ შეიძლება უკვე მომავერწყდა ის სკოლებს რაც შეეხება ის რომელი კლასის მოსწავლეებისთვის შეიძლება განვიხილოთ რომ მათ შეიძლება მოუწიოთ უკვე 11 კლასის დასრულება და რაც მთავარია ბევრჯერ გაუსვით თქვენ ხაზი რომ დისკუსიისთვის ხართ მზად ხართ თუ არა მზად რომ ამ დისკუსიაში ჩართოთ ისეთი ადამიანები ვინც აი შესაძლოა პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით მაგრამ გამოთქვამენ კრიტიკულ შეფასებებს ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის კიდევ ერთხელ ამას ხაზგასმით ვამბობთ, იმიტომ რომ ჩვენი თითოეული სიტყვა არის გამყარებული შესაბამისი ფაქტებით და არგუმენტებით. ეს არ არის უბრალოდ აღებული რაღაცა სქემა, ამაზე ჩვენ რამდენიმე თვეა აქტიურ რეჟიმში მუშაობდით პრემიერის ხელმძღვანელობით და მინდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვართ ამ რეფორმის ძალიან მნიშვნელოვან წარმატებაში, იმიტომ რომ აშკარა როგორც პრობლემების ხასიათი, ასევე ის გადაწყვეტილების გზები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ თუ კი ვინმეს აქვს უკეთესი ვერსია ამ საკითხების გადაწყვეტის, ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ, ოღონდ ეს უნდა იყოს კონსტრუქციული და არგუმენტზე რაც შეეხება ვადებთან მიმართებაში, ეს ცოტა კომპლექსური საკითხია. როგორც გითხარით, სკოლის რეფორმას ჩვენ უახლოეს დღეებში დავაანონსებთ, თუმცა აქვე გეტყვით იმ გარემოებას, რომ ზგემიდან ან ზოგად განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს როგორც სახელმძღვანელოების აი ამ ახალი სისტემით შემუშავება, ასევე მეთოდოლოგიის დამუშავება, ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ამას სჭირდება 2-3 წლიანი პერიოდი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უკვე დაინერგოს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ იგივე რეჟიმით, რაც არის და შესაბამისად აი ამ გარდამავალ პერიოდში, როგორც საუნივერსიტეტო დონეზე, ასევე სასკოლო დონეზე, ვიწყებთ ამ რეფორმას, როგორც კი ეს დოკუმენტები დამტკიცდება და შესაბამისად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა ამ რეფორმაზე. ძალიან დიდი მადლობა. შეიძლება ბევრი თემა ისეთი, რომელსაც ვერ მოვასწარით საუბარი, მაგრამ აუცილებლად მოგვეცემა ამის საშუალება ახლო და ჟორეულ მომავალშიც, როცა დაიწყება უფრო დეტალური განხილვები. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გახდა დღის ქრონიკის სტუმარი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისა.